რუსი პოლიტოლოგის სკანდალური ნაშრომი საქართველოზე საქართველო იმპერია, რომელიც 6 ნაწილად დაიშლება. ანდრეი ეპიფანცევი 47 გვერდიან ნაშრომში ქვეყნის დანაწევრების გარდაუვალობაზე საუბრობს. რამდენად გამოხატავს ტექსტის შინაარსი ოფიციალური მოსკოვის განწყობას და რატომ ჩაიშალა საქართველოს დაყოფის გეგმა აგვისტოს ომის მიმდინარეობისას. რუსი პოლიტოლოგის ნაშრომის თბილისური და მოსკოვური შეფასებები ნახეთ ზურა ხვისტანის სიუჟეტში. რუსეთში ქართველი ერის არსებობას ეჭვქვეშ აყენებენ. პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი აქვეყნებს ნაშრომს, სადაც საქართველოს იმპერიას უწოდებს. მისი აზრით ქართველები მხოლოდ ისტორიულ ქართლ-კახეთში მცხოვრები ხალხია, რომელმაც მიმდებარე რაიონები მიიტაცა და იქ მცხოვრები ხალხების ასიმილირება მოახდინა. საქართველოს დანაწევრების პროცესი დაწყებულია, თუმცა ის ჯერ არ დასრულებულა. უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად გროვდება წინაპირობების კრიტიკული მასა, რომელიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ტერიტორიების გამოყოფას და ავტონომიზაციას გამოიწვევს. სკანდალური ნაშრომის ავტორის აზრით, საქართველოს დანაწევრების პროცესი 2010 წელს გაღრმავდება და ის საბოლოოდ ასეთ სახეს მიიღებს. ამასთან რუსი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა მეგრელების საერთო ქართული ეთნოსისგან განცალკევების პროცესს ხელი უნდა შეუწყოს და ამისთვის ეთნიკური მეგრელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზეც კი უნდა იმსჯელოს. აი ამ პროვოკაციულ გამოხდომებს თავისი მიზანი აქვთ. ალბათ მთავარი მიზანი ის არის, რომ ქართული საზოგადოება დააშინონ აი ამ ცუდი ამ საშინელი პერსპექტივით. და ჩვენში სამწუხაროდ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩაუვარდნენ რუსეთის ხელისუფლებს ფეხებში. რუსი პოლიტოლოგი საქართველოს 6 ნაწილად დაყოფის იდეის რეალიზების ხელიდან გაშვებულ საუკეთესო შესაძლებლობად აგვისტოს ომის პერიოდს მიიჩნევს. ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ აგვისტოს ომი საქართველოს ნაციონალურ ტერიტორიებად დანაწევრებისთვის საუკეთესო მომენტი იყო. მაშინ ეს არ მოხდა, თუმცა ეს პროცესი მაინც გარდაუვალია. ნაშრომის ავტორი არ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ნაწილებად დაყოფის შემდეგ ქვეყანაზე სრულმასშტაბიანი კონტროლის აღდგენა. აშკარაა, რომ რუსული გეგმის რეალიზებას ხელი ქართველების ერთსულოვნებამ, ტოტალურმა პროტესტმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და საერთაშორისო მხარდაჭერამ განაპირობა. ანდრეი ეპიფანცევის ნაშრომის შეფასება ქრონიკამ სხვა რუს ექსპერტებსაც სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს 6 ნაწილად დანაწევრების იდეა ეპიფანცევის თავში არ დაბადებულა. ეს არის ქართული პოლიტიკის შედეგი ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურ უნიტარიზაციას და ამ ეთნიკური ჯგუფების გაქართველებას. შემთხვევითი არ არის, რომ თქვენ პრობლემები გაქვთ ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში. საკმარისია მხოლოდ აჭარის მაგალითის მოყვანა, სადაც თქვენი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად ამ რესპუბლიკას ავტონომიური სტატუსი ჩამოერთვა. უკრაინელები და რუსები მაგალითად არანაკლებად ნათესაური ეთნოსებია, ვიდრე ქართველები და სვანები. თუმცა ამის გამო ჩვენ არ უნდა ვაიძულოთ ეს ერები ჩვენთან ერთად იცხოვრონ. ასეთ პოლიტიკას ყოველთვის პრობლემები მოაქვს. ქართველი პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მოსკოვში საქართველოს დანაწევრების გეგმის განხორციელებაზე ფიქრი 2008 წლის აგვისტოზე გაცილებით ადრე დაიწყეს. ჩვენთანაც ძალიან ბევრი გულუბრყვილო ხალხი, რომელსაც გონია, რომ რუსეთს უნდა მეგობრობას ქართველებთან და საქართველოს კაი მეზობლობა, აბსოლუტურად რუსეთს და კონტროლი საქართველოს და მან იცის დღეს, რომ საქართველოს კონტროლი შეიძლება მხოლოდ მისი დაქუცმაცების და აქ პრორუსული რეჟიმის დაყენებით. როგორც რუსული იმპერია ყოველთვის აცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს იყო რაღაცნაირად მათთვის მოუნელებელი ფენომენი, რომელიც არ ითქვიფებოდა რუსეთში, არ აღიარებდა რუსების კულტურულ ესე ვთქვათ უპირატესობას, არ ითქვიფებოდა რუსეთში იმპერიაში. ბოლო დროს რუსულ მედიაში აქტუალური გახდა საქართველოს და ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების თემა. თუმცა რას მოიაზრებენ მოსკოვში საქართველოდ, ეს რუსი პოლიტოლოგების ნაშრომებიდანაც მკაფიოდ ჩანს.